საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის ვიზიტით ამერიკაში იმყოფება პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გენერალურ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. მხარებმა განიხილეს კორპორაციის პრიორიტეტები საქართველოში, კონკრეტულად კი კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით, ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობის და შუადერეფნის შემდგომი განვითარების მიმართულებებით. ასევე იმსჯელეს ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც საქართველოს როგორც ციფრული ჰაბის როლს გაზრდის. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერილი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის მეტად განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდნენ. საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის დიდი ისტორია გააჩნია საქართველოს. ჩვენ მომავალში ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, რაც განვიხილოთ ხელმძღვანელობასთან. ერთი მიმართულება ეს უკავშირდება მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც განხორციელდება საქართველოში არსებული ბანკების მიერ, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დაფინანსებით. მეორე მიმართულება არის უკვე პრიორიტეტული პროექტები და პრიორიტეტული სექტორები, უფრო მსხვილი პროექტები, რომელიც პირდაპირ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან დაფინანსდება. აქ საუბარია კერძო სექტორის დაფინანსებაზე და არასაჯარო სექტორის დაფინანსებაზე. განხილული იქნა ისეთი პრიორიტეტული სექტორები და მიმართულებები, რომელიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს და როგორიც არის ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა და ზოგადად დაკავშირებადობა და შუა კორიდორის განვითარების შესაძლებლობები. ერთხელ აღინიშნა თანამშრომლობის მნიშვნელობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს კერძო სექტორს შორის, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელების მხრიდან.